სახელმწიფო რწმუნებულებს რეგიონებში პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან შეთანხმებით დანიშნავს. მთავრობის ხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მინისტრთა კაბინეტი ამ ვარიანტზე შეჩერდა. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით აღნიშნული ნორმა კონსტიტუციის ჩარჩოებში ჯდება. მისივე ინფორმაციით მომზადება კანონპროექტის სხვა თანხლები დოკუმენტაციაც და ის პარლამენტს გადაეგზავნება. ეს არის დროებითი ნორმა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი დაგეგმილია ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ამ კონცეფციაზე მუშაობას ჩვენ აქტიურად დავიწყებთ. გუბერნატორების სავარაუდო კანდიდატებს დაახლოებით 10 დღეში წარმოვადგენთ, აღნიშნა დავით ნარმანია. გუბერნატორები რჩებიან როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის წარმომადგენლებად და ისინი დაინიშნებიან პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. ამით თქვათ ის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქმედება შეიძლება იყოს ანტიკონსტიტუციური, ეს იხსნება დღის წესრიგიდან, ანუ ეს ჯდება კონსტიტუციის ჩარჩოებში, მომზადდება ამ კანონპროექტთან ერთად სხვა თანხლები დოკუმენტაციაც, ანუ სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებები და ერთობლივად გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს განსახილველად.